ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ სულიერი ხედვის რაობა. ამ თემას ეხება სულთმოფენობიდან მესამე შვიდეულის კვირადღის წირვის სახარება. ეს გახლავთ სახარება მათესი მე-6 თავის 22-დან 33 მუხლების ჩათვლით. ეს მონაკვეთი იწყება შემდეგი სიტყვებით. სანთელი გვამისა არს თვალი. უკუე თუ თვალი შენი განმარტებულ იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს. უკუე თუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს. უკუე თუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ მე. თვალი გვამისა, ანუ ჩვენი ფიზიკური სხეულის, ესე იგი მიერ სამყაროს ნათლის აღქმა, სინათლის აღქმა, სინათლეში ყოფნა ადამიანისა დამოკიდებულია თვალის განმარტებულობაზე, ანუ სიჯანსაღეზე. თვალი თუ ჯანსაღია, თუ ადამიანი ხედავს, მაშინ ესე იგი ადამიანის სამყაროში მოქმედება, მისი არსებობა არის, ესე ვთქვათ, იგი ნათელშია. ყველაფერს ხედავს და შესაბამისად მას აქვს საშუალება სრულყოფილი არსებობისათვის. მაგრამ თუ თვალი შენი ბნელ არს, ანუ თუ თვალი დაბრმავებულია, ანუ ადამიანს თვალის სინათლე აქვს დაკარგული, ფაქტიურად მთელი მისი სხეული, მისი პიროვნება არის წვნიანში და რასაკვირველია შეზღუდულია მისი ფიზიკური არსებობა. და ეს არის ასეთი შედარება, რასაკვირველია ალეგორია სულიერი ხედვის თემასთან დაკავშირებით. ესე იგი იგულისხმება, რომ თუ ადამიანს არ აქვს სულიერი ხედვა, მისი პიროვნება, სულიერი სამყარო მთლიანად არის წვდიანში. თუ მისი სულიერი თვალი დაბრმავებულია და პირიქით, თუ მისი სულიერი თვალი ჯანსაღია, თუ იგი ნათლად ხედავს სულიერად, მაშინ მთელი მისი სული განათებულია და მთელი მისი სული ესეთი ჯანმრთელია. აი რა არის ეს სულიერი ხედვა? აი სახარებაში მაცხოვარი ბრძანებს, რომ თვალი ქონდეთ და ვერ ხედავდეთო, ყური ქონდეთ და არ აგესმოდეთო. აი ეს არის სწორედ ის უნარი ხედვის უხილავის ხედვისა. ანუ სულიერი ხედვა ეს არის თვითონ თავად სულიერება, სული უხილავია და მსგავსით შეიცნობა. სულს შეუძლია იხილოს სულიერი ესეთი არსებები, სულიერი მდგომარეობები, ოღონდ ერთი პირობით, თუ იგი ჯანმრთელია. ჩვენი სულიერ თვალს ეს შეუძლია იხილოს და პირიქით ის ვერ ხედავს, თუ ჩვენი სულიერი თვალი არის დაავადებული. აი რა არის მიზეზი სულიერი თვალის დაავადებისა? ჯერ საერთოდ სად არის ეს თვალი, აი ადამიანის სულში რა ადგილი უკავია მას? რასაკვირველია, ეს არის გული გონიერი. ანუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ხშირად თავის ქადაგებაში ბრძანებდა, რომ არსებობს ორი გონება. გონება, რომელსაც ქვია ინტელექტი,
ანუ გონება, რომელიც ლოგიკურ, ასე ვთქვათ, აზროვნებას განახორციელებს, ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს და გონება, რომელიც არის გულში. ეს არის, ესე ვთქვათ, აი ჭვრეტა, ეს არის ხილვა. ჩვენ ჯერ ვხედავთ გულით და შემდეგ ჩვენი გონება ამ დანახულს, თუ შეიძლება ასე ითქვას, განმარტავს, ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდის. ჩვენ გამოვხატავთ სიტყვით ის, რაც უხილავია, ის, რაც განცდაშია. და ეს განცდაში მოცემული ცოდნა, ეს არის გულის გონება. და ეს არის გული გონიერი. გული გონიერი და აი სწორედ გული გონიერის შემდეგ გამოთქმა ეს არის უკვე აზროვნების პრეროგატივა. ამიტომ 9 ნეტარებაში ერთ-ერთი ამბობს, რომ ნეტარი იყვნენ წმინდანი გულით, არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ. ანუ გულის სიწმინდე არის პირობა, რომ ადამიანი ხედავს სულიერ მოვლენებს, სულიერ საგნებს, ესე რომ ვთქვათ, და ასაკვირველია უხილავს სამყაროს და თავად, ესე ვთქვათ, ზეციურ მოვლენებს და საბოლოოდ ხედავს ღმერთს. ღმერთის ხილვა ეს არ არის, ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით გამოცხადებაში ხილვა, ეს ხილვაც არის ესეთი სიმბოლოების ხილვა ღმერთის არსებობის შესახებ. თავრესი ხილვა ღმერთის არის აი ეს შინაგანი განცდა, რომ უხილავი კეთილი ძალა არსებობს. სიყვარული, რომელიც მოდის ღმერთისგან, არსებობს. სიხარული არსებობს. და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ვცდილობთ გადმოვცეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სულიერი მდგომარეობა ჩვენთვის და რა არის ის ჩვენთვის და ამას სიტყვებით აზროვნება ამაში გვეხმარება, რომ ჩვენ თუ შეიძლება ესე ითქვას, ის რაც განვიცადეთ, ის რომ ჩვენს მიერ კიდევ უფრო მეტად და რაც ღირებულია, რომ მეტად ჩვენ დავიცვათ, დავიმახსოვროთ, შევინახოთ, აი ეს აზროვნება ამაში გვეხმარება და ასევე ჩვენ გვეხმარება აზროვნება იმაში, რომ დავინახოთ, ესე იგი, უარყოფითიც, რომ აღმოფხრათ იგი. ჩვენ უნდა გავარჩიოთ, სად არის კეთილი, სად არის ბოროტი და აი მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიერი ხედვა გახსნილია, ჩვენ ამას ხედავთ და მთელი წინა, ასე ვთქვათ, აღდგომის შემდგომ ყველა სახარება ჩვენ ამაზე არაერთხელ შევჩერებულად გვეუბნება, რომ იმისთვის, რომ ადამიანმა ღმერთი შეიცნოს და ასე ვთქვათ, სწორად დაინახოს ღვთის არსებობა და ღვთის სწავლება, აი სწორად დაინახოს ის ცოდნა, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, აი ესე იგი, მას უნდა კონდეს სულიერი ხედვა, გახსნილი. ესე იგი, მას უნდა ეცხადებოდეს ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება, რომ გამოგვეცხადოს, რა არის ამისთვის საჭირო? სწორი ცხოვრება. ანუ ფაქტიურად სიწმინდე იცავს გულს დამნელებისაგან, ხოლო უწმინდურება გულს აბნელებს და სულიერ ხედვას ახშობს. აი ეს არის მთავარი აზრი ამ სახარებისა. შემდეგ მუხლებში საუბარია იმის შესახებ, რომ ორი ბატონის მსახურება შეუძლებელია, ან უნდა ემსახურო ღმერთს, ან უნდა ემსახურო მამუნას, რომელიც არის სიმდიდრის, ესე ვთქვათ, თაყვანისცემის, კერპის სახელი, სიმდიდრის კერპის, ესე ვთქვათ, სახელწოდება. და რატომ? იმიტომ, რომ სწორედ აი ეს სულიერი ხედვა ნიშნავს, რომ შენ ინარჩუნებ მანამ სანამ შენს გულში გაყოფილი არ არის შენი გული. ანუ რაღაც ღმერთისკენაც ისწრაფვის, მაგრამ ამ წუთის ოფლისკენაც ისწრაფვის. ერთნაირად, თანაბრად და ეს შეუძლებელია. რასაკვირველია, შენ კარგავ ღმერთს. და აი ეს სიწმინდე გულისა კი მოდის, როცა ადამიანი ამარცხებს საკუთარ თავში რაღაც აი მიჯაჭვულობას, წუთის ოფლის, ვნებისაკენ, ქსოდვისაკენ მიჯაჭვულობას, რაც ადვილი არ არის.
ამიტომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ეს არის ბრძოლა გულის სიწმინდის შესანარჩუნებლად. როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, გული წმინდა დაბადე ჩემთან აღმერთო და სული წრფელი განმეახლე გვამსა ჩემს. აი ეს თავარია გულის სიწმინდე და სიმდიდრე კი არ არის საშიში. სიმდიდრის სადმი სასოება, სიმდიდრე ფიქრი რომ აი სიმდიდრე ადამიანს დაეხმარება, რომ მან სწორად იცხოვროს, რაღაც სიკეთე აკეთოს, გაარჩიოს კეთილი ბოლო. თითქოს აი სიმდიდრე არა. სიმდიდრე არ არის მთავარი. სიმდიდრე შეიძლება გამოიყენოს სწორად და არასწორად. ამიტომ სიმდიდრე კი არ არის საშიში, სიმდიდრის არასწორად გამოყენებაა საშიში. და აი ეს სწორედ სიყვარული, სიმდიდრის სიყვარული არის ცოდვა და არა სიმდიდრის ასე ვთქვათ ფლობა. ფლობა არ არის საშიში, ვიღაცას ვთქვათ მეფეს მიეცა, ვთქვათ დიდებულებს მიეცა, ვიღაცას არ მიეცა, მემკვიდრეობით მიეცა და სწორად იყენებს ადამიანი. აი ეს არის მთავარი. ამიტომ მთავარია რომ არ ვიყოთ, ესე იგი მიჯაჭვული. აი სასოება არ გქონდეს, რომ აი სიმდიდრე ჩვენ ასე ვთქვათ გადაგვარჩენს. და ბოლოს ესე იგი ლაპარაკია იმაზე, რომ ესე იგი ნუზრუნავთ, რა სჭამოთ, რა სვათ, ანუ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვთქვათ ადამიანმა თავისი ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის არ უნდა ისრულოს. რასაკვირველი არა. აი ნუ ხართ შეწუხებული ამითი, რომ აი მე ის არა გვაქვს, ეს არა გვაქვს. ღმერთი ყველაფერს მოგცემს. ყველაფერს მოგცემს და თავის დროზე, ზოგჯერ შენ იმაზე მეტი გინდა ვიდრე გააქვს, ეს არის სიხარბე და ასე კი აი უძღებება, გაუმაძღრობა, ის სულ მეტი და მეტი უნდა ადამიანს და ამ დროს მას მის სულ ხორციელ ბუნებას ბევრი არ ჭირდება. მაგრამ აი ეს როცა შენ გინდა რომ აი ხორციელი ბუნებით ესე ვთქვათ მიიღო სიამუნება ხორციელი და ამითი იყო ესე ვთქვათ დამტკბარი. ეს უკვე არის მონობა ხორცისა წუთის სოფლის მონობა. ამიტომ სიყვარული ამას სოფლის სამტერობა ახდის. იგი წუთის სოფლის სიკეთეები უნდა მივიღოთ, სიმდიდრეც უნდა მივიღოთ, ჯანმრთელობაც უნდა მივიღოთ და მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთის, მაგრამ ეს ამაზე არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული. ეს კერპად არ უნდა ვაქციოთ. ეს არ უნდა იყოს ჩვენი ბედნიერების და თუნდაც თითქოს და აი ცხონების, ანუ ჩვენ ასე თუ ჯანმრთელები ვართ, თუ მდიდრები ვართ, თუ ყველაფერი წესრიგში ავდრობ, აი ჩვენ ცოდვას არ ჩავდეთ. პირიქით რაც უფრო მეტი გაქვს სიკეთე, მით უფრო მეტი საცდურია, მეშმაკი უფრო მეტად გებძვის, ამიტომ უფრო მეტად მოვაწე უნდა იყოს სულიერად. ასე რომ აი ეს ყველაფერი არის ამ სახარებაში, რომ არ უნდა მივეჯაჭოთ წუთიერს და გული არ უნდა დავიმძიმოთ სოდვით, რის შედეგადაც ჩვენ განთავისუფლდებით, აი გულის სიწმინდეს და აი ბრძოლა საკუთარ ცოდვებთან არის ბრძოლა. გულის რაც უფრო მეტად დავამარცხებთ ჩვენს მიჯაჭვულობას ცოდვისადმი, წუთის სოფლისადმი, მით უფრო მეტად ვხედავთ ღმერთს და მით უფრო მეტად ესე იგი ძლიერდებით ღმერთთან ურთიერთობაში და ვივსებით სული წმინდის მადლით და ვხვდებით ჭურჭელი სული საწმინდისა და ვხვდებით ტაძარი სული საწმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა მოგცეს ეს ჯანმრთელი ხედვა სულიერი, განწმენდილი ხედვა, გული წმინდა მოგცეს ღმერთმა და სული წრფელი განგვიახლოს გვამსა ჩემსა. ამინ. ჩვენსა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.